აბა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო. დღეს გვექნება ორ ვარიანტზე გაშლა. პირველი არის ესეთი არ ჩანს ეხა, მაგრამ გეტყვით. The Four Seasons Well of the Year Tarot Card, ანუ წლის ბორბალი. ესეთი დასტაა. მეორე არის The Witch Garden, Sasha Graham. ესეთი. წვანე ფერის, მოკლედ აირჩიეთ ან პირველი ან მეორე ვარიანტი. რა თქმა უნდა, გაშლა იქნება პიროვნებაზე, მისი ფიქრები, ემოციები, გრძნობები ჩვენს მიმართ. დავიწყეთ. ჩაიფიქრეთ პიროვნება, ვიწყებ პირველი ვარიანტით. ჯერ ვნახოთ სიგნიფიკატორი, ვინ ამოდი, ვინ მოვა, ვინ მოვიდა, ანუ როგორი ზოგადი მისი მახასიათებელი, როგორია, ვინ მოვიდა ეხა ჩვენთან. რა ტიპის ადამიანი მოვიდა ეხლა ჩვენთან, ვინ ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი. ხო? Signification. ადამიანი ავტორიტეტი, ადამიანი ქველმოქმედი, ადამიანი რომელიც ძალიან ხშირად ტრანსფორმირებს, ანუ იცვლება და ეხლა ამ ადამიანს აქვს ჩაკეტილი გზები. თუ არის ესეთი ადამიანი თქვენს ირგვლივ თუ დაემთხვა, დავიწყოთ ამ ადამიანის ფსიქოემოციონალური მდგომარეობა. ვინ ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი როგორია? The person of number 1. ფსიქოემოციონალური დამახასიათებელი. მისი ფიქრები თქვენზე, ვინც ეხა თქვენ ხართ და მიყურებთ, მისი გრძნობა თქვენს მიმართ. ზოგად კარჩი მაჩვენებენ, რომ ეხლა ჯერჯერობით ყველაფერი დასრულებულია. ან თქვენ გონიათ, რომ დასრულებულია. ცოტა მოგვიანებით ვკითხავ, პაუზაა თუ დროებითი პაუზაა თუ დასასრულია, მაგრამ რახან მაჩვენებენ დასრულებას თლიანობაში. ჯერ დავიწყებ მისი ფსიქოემოციონალური მახასიათებლებით, ან გზაზეა ეს ადამიანი, ან გადაადგილებულია, ან სხვაგან არის. საქმე ეხება გრძნობას, სიტუაციას, მის სტაბილურობას, რომელიც დაირღვა რაღაც გარკვეულწილად. ფიქრები როგორი აქვს, რაღაცა გეგმები არის თქვენზე, სამომავლოდ ფიქრობს, თვითონ ამოდის როგორც ავტორიტეტი, არ ვიცი რა ადამიანია და ტრანსფორმაციას განეცდის ეხლა ამ წუთას. რა თქმა უნდა, ენერგიები არის უფრო ესეთი დამჭდარი რა, ნელი, სტაგნაციური. არ არის აქ ენერგია აქტიური, უფრო პასიური ენერგია. რაღაცებს იხდის, რაღაცებს აკეთებს, მაჩვენებენ. თქვენთან მიმართებაში როგორ არის? 50-50-ზე. ანუ აქ გრძნობა იკითხება, პარტნიორული ურთიერთობა იკითხება, მაგრამ ნახეთ, ყველაფერი იყო გართობისკენ, დროის გაყვანისკენ, რაღაცა ემოციების მიღებისკენ. უფრო აქ არის სამკუთხედზე საუბარი. თუ ხართ სამკუთხედში, ან იყო ესეთი სიტუაცია, ვნახოთ აბა. ეს ადამიანი დროებით არის ეხლა დაპაუზებული, თუ სამუდამოდ წავიდა თქვენი ცხოვრებიდან. ეს ადამიანი დროებით არის დაპაუზებული, თუ სამუდამოდ წავიდა.
აქ უფრო სამუდამოდ წასვლა და ამოდის თვითონ ეს პიროვნება როგორც იმპერატორი, ანუ განაგებს სიტუაციას. ანუ ნახეთ, ვიცი რომ ბევრი საუბრები არ გიყვართ ხოლმე და გრძელი ვიდეოების ყურება და მწერთ ხოლმე იქ რაღაც ნეგატიურ კომენტარებს და ამიტომ ვცდილობ რომ დავაკონკრეტო. გიხსნით ორი სიტყვით. ამ სიტუაციაში თუ ხართ ახლა თქვენ, ყველაზე არ არის, მაგრამ რახან მოვიდა ასეთი ინფორმაცია, ნახეთ, ეს ადამიანი ეძებდა დროის გასაყვან სიტუაციას, დროებით ემოციონალური ფონი ჰქონდა, რომ იყვნენ ტრანსფორმაციას განიცდიდა და გაჩერებული, ანუ პასიური, შეიძლება ფინანსებს ეხებოდა, შეიძლება მისხოვრებას ეხებოდა, რაღაცა არ ხდებოდა, ხო არის, რომ რაღაც გაჩერდება. და ამიტომ უნდა ემოციონალური ფონი რაღაცნაირად გართული იყო, ანუ მიეღო დადებითი ემოცია თქვენთან ურთიერთობაში, ანუ აქ შეინიშნება როგორი სიტუაცია, იცით, რომ მიდიან მეგობრები დროის გასაყვანად, რაღაცა ემოციების მისაღებად, რომ რაღაცნაირად რა, გავიაროთ რა ეს დღე, რაღაცნაირად გავატაროთ ეს დღე რა. უფრო ემოციონალური ფონია აქ. და თუ ეხლა თქვენთან არა აქვს ამ ადამიანს ურთიერთობა, ესე იგი მან ეს პერიოდი გაიარა, ამოწურა ის ემოციები, ის რაღაცა რაც იყო და დადგა ეხლა სხვა პოზიციაზე. მაშინ რა პოზიციაშია ეხლა ეს ადამიანი? ეხლა ამ წუთას თქვენთან მიმართებაში რა პოზიცია აქვს? დროებითი გასართობის ვარიანტი გამოდის რა. თქვენთან მიმართებაში რა პოზიცია აქვს? ჩაკეტილი აქვს გზები. თქვენთან მიმართებაში ამ პიროვნებას აქვს ჩაკეტილი გზა, ანუ ჯერჯერობით ეს პიროვნება არაპირებს კონტაქტზე გამოსვლას და რაღაცა სერიოზულ სიტუაციას თქვენთან მიმართებაში, თუმცა გრძნობა იყო, რა თქმა უნდა, სიამოვნებაც კარგად მიიღო, კარგადაც გაერთო, კარგი ემოციითაც აავსეთ, კარგი ენერგიებიც მიგიციათ, მაგრამ ეხლა ესე არის. რა ვქნათ, პირველ პოზიციამ ეს გვაჩვენა. გადავედით მეორე პოზიციაზე, ხო? მეორე პიროვნებას, the person of the two, ჯერ ვინ არის ეს ადამიანი, მისი სიგნიფიკატორი ვნახოთ, ვინ მოვიდა, ჩაიფიქრეთ. თუ პირველი არ დაემთხვა, შეგიძლიათ მეორე ჩაიფიქროთ, ნახოთ აბა ვინ მოვიდა. მოვიდა ამ ადამიანი სამართლიანი, მოვიდა ადამიანი, რომელიც ეძებს პარტნიორობას, სიყვარულს, სითბოს, ცეცხლს, აგიზგიზებულს, მოვიდა ადამიანი, რომელიც უბრალოდ მიდის, არ იცის სად წავა, როგორც სულელის პოზიცია, სულელი რა არის, რომანტიული ადამიანი. ეს ადამიანი რომანტიულია, მაგრამ პირველი ამოვიდა სასამართლო, სამართლიანი, შეიძლება რაღაცა სფეროშია. სასამართლოს სასჯელ აღსრულების რაღაცა ამ დაგვარი, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში საჯარო გაშლა და ინფორმაციას ვკითხულობ, ზოგადია, ვნახოთ ამ ადამიანის ფსიქოემოციონალური ფონი როგორია ეხლა. მეორე პოზიციის ფსიქოემოციონალური ფონი როგორია ამ ადამიანის, ჩაიფიქრეთ. ამ ადამიანის ფიქრები თქვენ და მი როგორია, ვინც ეხლა ხართ და ფიქრობთ ამ ადამიანზე როგორია, თქვენ და მი ფიქრები როგორი აქვს, ამ ადამიანის გრძნობა თქვენს მიმართ როგორია, აწყო დროს ვეკითხები, ეხლანდელ დროს ვაკონკრეტებ, გრძნობა როგორი აქვს, ამ ადამიანის მოქმედება თუ იქნება სამომავლოდ, მოქმედება კი იქნება. რით მოხიბლეთ ეს ადამიანი, რით დაინტერესეთ ეს ადამიანი. გრძნობით, სილამაზით,
თქვენი იდუმალებით. ეს ადამიანი ეძებდა მეორე ადამიანზეა საუბარი, პარტნიორს, სიყვარულს, საყვარელს. მისი ფსიქოემოციონალური მდგომარეობა აღდგენა აქ ენერგიების კონტაქტზე გამოვა აუცილებლად თუ არ გამოდის, აქ ოჯახს მაჩვენებენ, ან შექმნა უნდა თქვენთან, ან ყავს ოჯახი. ეხლა ამჟამად ოჯახთან არის. მისი ფიქრები კარგი აქ, სტაბილურად უნდა თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ რახან მაჩვენებენ ოჯახის კარტს, ამიტომ შემიძლია დავასკვნა, რომ სხვა შეწირულია, ანუ რაღაცა უშლის ხელს. ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ეხლა აქტიურად არის გრძნობები, რაც ანუ გრძნობას შეეხება ამ ადამიანს აქვს, აჩვენებენ სამყაროს კარტს, ეს არის ან, დადებითი კარტია, რა თქმა უნდა, სამყაროა. ან შორს არის, სხვა ქალაქშია, სხვა ქვეყანაშია და გზაზეა, ან და უბრალოდ რაღაც მომენტში თითქოს დაშორდით ერთმანეთს, თუმცა კონტაქტი არ გაგიწყვეტიათ და აპირებს ეს ადამიანი მოქმედებას და თქვენთან დაკონტაქტებას ალბათ, სოციალური ქსელებით, ონლაინით, რა ვიცი. მაგრამ დარდობს რაღაცა კრიზისშია და ეს კრიზისი არის ფულთან დაკავშირებული. ფინანსებს ეხება ეხლა და თქვენ უდგეხართ ძალიან გვერდით, ანუ შეიძლება ეხმარებით რჩევით მაგალითად და არ ვიცი რითი და აფასებს ამას, რით მოხიბლეთ და მოხიბლეთ თქვენი ემოციებით, თქვენი გრძნობით, თქვენი სილამაზით, იდუმალებით, ცოდნით, გამჭრიახობით და იმით, რომ აქ პირდაპირ ამოდის star კარტი, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება გქონდეს ქალს, რამაც შეიძლება აგავსოს თქვენ, აავსეთ ეს ადამიანი, ეს პიროვნება აავსეთ. აღდგენის კარტია და ოცნების შესრულების. თითქოს თქვენ რაღაცნაირად ამ ადამიანს ძალას აძლევთ, რომ მის ოცნებას, მის სურვილებს დაადგას რაღაცნაირად, როიტყვიან და აისრულოს, აიხდინოს. მაშ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? მეორე პოზიცია. თქვენი ურთიერთობა როგორ განვითარდება ახლო მომავალში? ერთი პერიოდი ამოდის, აქტიურად ეს ადამიანი სტაბილურად, აქტიურად იქნება თქვენ ცხოვრებაში. ჩანს, რომ აქტიურობა არის იმის მხრიდანაც, თქვენი მხრიდანაც და რაც თავარია, სტაბილური ურთიერთობა უნდა. უყვარ ხართ ამ ადამიანს, ვინც მეორე პოზიცია ჩაიფიქრა. უყვარ ხართ? რაღაც პრობლემები ამასაც აქვს, რა თქმა უნდა. კი ბატონო, გრძნობა არის. რაღაცას დარდობს ეს ადამიანი. რაღაცას განიცდის. აქ ამოდის ქალი. შეიძლება ყოფილი. შეიძლება ყავს მეუღლე. ყოველ შემთხვევაში ამოდის ქალი, ვისთანაც აქვს კონფლიქტი ამ ადამიანს. და უცებ გადაწყვიტა და დაადგა გზას, ესე უცებ სულელივით, რომ ბარგს სწრაფად რომ ჩაალაგებ და მიდიხარ და არიცი რატომ მიდიხარ, რომ ამ სიტუაციას გაექცე, გაექცა. აქ ამოდის პირდაპირ ან ყოფილი ქალი, ვის გამოც გაიქცა, ან ცოლი, არ ვიცი. და სხვათა შორის ტვირთია ეს მისთვის, კარტი ამომივარდა. მძიმე ტვირთია ეს ადამიანი მისთვის, მის ცხოვრებისთვის და მიჯაჭვულობა არის, ნახეთ, აქ არის ესეთი კარტი, რომ რაღაცნაირად თითქოს არ უნდა რომ მოატყუოს, მაგრამ ატყუებს. მიჯაჭვულობა არის, ვერ ცილდება ამ ადამიანს, წარსულის ადამიანია, რომელსაც ვერ ცილდება, წარსულის ქალი. რომელსაც ვერ ცილდება, იმიტომ რომ არაა ჯერ დამთავრებული იქ და ეს ეხება ოჯახს, მის ოჯახს. და ამოდის სამკუთხედი, შეიძლება სამკუთხედში ხართ ეხლა თქვენ და ისიც, სავარაუდოდ. კარგით, მაშინ ავიღებ ეხლა ამ კარტებს და რახან ესეთი სურათი მაჩვენა და ესეთი ინფორმაცია წამოვიდა ამ ადამიანზე, მაშინ რამდენად სერიოზულია ამ ადამიანის განზრახვა, რამდენად სერიოზული იქნება მომავალში თქვენ და მე.
ამდენად სერიოზული განზრახვა ექნება თქვენს მიმართ ამ ადამიანს. ამდენად სერიოზული განზრახვა ექნება მომავალში. ექნება სერიოზული განზრახვა, მუშაობს ამაზე ერთ პერიოდში აუცილებლად. თუმცა ეს იქნება დიდი ტკივილი, დარტყმა მისთვის. ანუ ნახეთ, ამ ადამიანს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, აი პრინციპულობა, რაღაცა რო თქვას, რომ აი ესე უნდა გავაკეთო, მორჩა, ანუ აი უჭირს, მაგრამ გააკეთებს, მუშაობს ამაზე ერთი პერიოდი ამოდის, თქვენთვის სახარბიელო კარტი ყველანაირად, სტაბილურობაც ამოდის, ურთიერთობაც ამოდის, ახალი დასაწყისი ამოდის, მაგრამ ტკივილით. და ეს ტკივილი იქნება ორივესთვის, იმიტომ რომ ეხა ის რომ ანუ წარსული უნდა გაუშვას, გესმით და წარსულის გაშვება ყოველთვის ტკივილიანია. რომც ურთიერთობები, ხო, თქვათ, იმ წარსულში იმ ადამიანთან არ გქონდეს, ხო? მე ვიცახი და ოფიციალურად არის, თქვათ, ხო? იგივე ოფიციალური ურთიერთობა აქვს, ხო? ან ხელი აქვს მოწერილი, ან ცოლი, ან მეუღლეა და ისე ურთიერთობა არ აქვს, მაინც ანუ ნახეთ, ადამიანებს უჭირთ და მაინც მისთვის მტკინვეულია და ეს ტკივილი თქვენთვისაც მტკინვეულია, რახან, ანუ ენერგიები ესე არის. ტკივილით, მაგრამ მაინც გაარღვევს, რომ იტყვიან. სხვანაირად აბა გარღვევა არ არის სამწუხაროდ. და რჩევა თქვენთვის მეორე პოზიციისთვის. თუ რეზონირდა და თუ ეს ინფორმაცია თქვენთვის ახლოს არის, მომწერეთ, გამიხარდება, დამლაიქეთ. რჩევა თქვენთვის ის არის, რომ წინ უნდა წახვიდეთ, უნდა იმოქმედოთ, უნდა იაროთ, უნდა იცოდეთ ზუსტად რა გინდათ სამყაროსთან მიმართებაში. თქვენც ასევე გულდაწყვეტილი ყოფილხართ, ზურგშექცევით ყოფილხართ, დიდარდიათ, მაგრამ ეს არის წარსული სიყვარული, წარსულიდან წამოსული სიყვარული. ამ ადამიანზე, ამ მამაკაცზე. თქვენი იმპერატორია და ბოლოს გამარჯვებით მთავრდება. ანუ თქვენც უნდა რაღაცნაირად წარსულიდან გამოხვიდეთ და ბოლოს გამარჯვებით მთავრდება ყველაფერი. ანუ ამ შემთხვევაში ეს იმპერატორი, ეს კაცი, ეს ადამიანი, ეს პიროვნება რჩება თქვენთან და აბა თქვენ იცით ყველას თავისი კუთვნილი ბედნიერება ეკუთვნის ამ ცხოვრებაში, მე ასე ვფიქრობ. დროებით